მინიმუმი უნდა ვიპლოტოთ. კარგი, მოდი დღეს გავაუქმოთ. ეს აღარ არის 2022 წელი. და პუტინი ნელ-ნელა აცნობიერებს ამას. 13 აგვისტოს პუტინმა კატასტროფული შეცდომა დაუშვა. მან საჯაროდ გააფრთხილა, რომ თუ ევროპული ქვეყნები არ შეწყვეტენ სანქციების აღსრულებას რუსეთის ჩრდილოან ფლოტზე, მაშინ რუსეთს მოუწევს დაიწყოს ევროპული გემებისა და ტანკერების შეტევა. მაგრამ ხედავთ, მან ერთი რამ დაავიწყდა. რუსეთის გემები რუსეთს დიდი ხანია აღარ ემორჩილებიან. შავ ზღვაში სწორედ უკრაინა წყვეტს, სად შეიძლება არსებობდეს რუსული გემები და სად არა. და არსებობს მიზეზი, რის გამოც რუსეთის შავი ზღვის ფლოტს ყირიმიდან გაქცევა მოუწია. სევასტოპოლის მიტოვება და ნოვოროსიისკში დამალვა მოუხდათ. და როგორ ფიქრობთ? ესეც კი საკმარისად შორს არ აღმოჩნდა. უკრაინამ უბრალოდ უპასუხა პუტინის მუხარას. და ამ პასუხმა კრემლისთვის ერთი რამ ძალიან ნათლად აჩვენა. რუსეთის საზღვაო ფლოტი უკვე აღარ არის ნამდვილი ფლოტი. რუსეთის ერთ-ერთი მთავარი საზღვაო ბაზა მთელი მსოფლიოს თვალწინ იწვის და რუსულ სამხედრო გემებს ოფიციალურად აღარ აქვთ ადგილი, სადაც დამალვა შეუძლიათ. და როგორ ფიქრობთ? ამ ყველაფრის შუაგულში მივიღეთ ინფორმაცია, რომ JD-1-მა პირადად აიღო ტელეფონი და დაურეკა კიევს თხოვნით, რომელსაც არავინ ელოდა. და უკრაინის პასუხმა კიდევ უფრო მეტი ადამიანი გააოცა. ამას გარდა უკრაინა ახლა აკეთებს იმას, რაც მთელი ამ ომის განმავლობაში არ გაუკეთებია. მოდი ყველაფერს დეტალურად განვიხილავთ დღევანდელ ვიდეოში. დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ამბით. როგორც თქვენს ეკრანზე არსებულ ანგარიში ხედავთ, ევროპულმა ქვეყნებმა, განსაკუთრებით იტალიის ხელმძღვანელობით, უკვე დაიწყეს სანქციების რეალურად ახსრულება. სულ ახლახან ამთვის დასაწყისში იტალიის ხელმძღვანელობით მოქმედმა ძალამ ავიდა რუსულ ტანკერზე, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ის არ არღვევდა ევროკავშირის კანონებს. სინამდვილეში ეს არ იყო პირდაპირ რუსული ტანკერი, რადგან ბევრი გემი სხვა ქვეყნის დროშით დადის, მაგრამ დიდი ალბათობით ის რუსულ ტვირთს ატარებდა. რა თქმა უნდა, პუტინი ამით ძალიან უკმაყოფილო დარჩა, რადგან როგორც იცით, როცა ხალხი წესების ახსრულებას იწყებს, რუსეთს უფრო უჭირს მათი დარღვევა. ამიტომ პუტინს საჯაროდ გამოსვლა და მუხარის ტონით საუბარი კიდევ ერთხელ მოუწია, როგორც მთელი ამ ომის განმავლობაში აკეთებდა. ფაქტობრივად მან განცხადება გააკეთა, რომლითაც თქვა, თითქოს ჩვენ ყველასთვის ჯოჯოხეთს მოვაწყობთ. თითქოს რუსეთი ამას უკვე არ აკეთებდეს. უბრალოდ მოусმინეთ, რას ამბობს. მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ევროპის კავშირის გადაწყვეტილებებს, რომლებიც ცოტა ხნის წინ მიიღეს. ხედავთ, რომ ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლება საერთაშორისო საზღვაო სამართლის დარღვევით ცდილობენ შეზღუდონ ჩვენი ეკონომიკური ოპერატორების ხომალდების, სამოქალაქო ხომალდების გადაადგების სინამდვილეში. და ბოლო დროს მათ მოიფიქრეს ჩვენი გემების დაჭერა და მოპარული ქონების გაკიდვა. რა თქმა უნდა, ეს არაფერია გარდა მეკობრეობისა და ძარცვისა. და თუ ეს პრაქტიკაში დაიწყება, მოგვიწევს სარკისებული ქმედებებით პასუხი გავცეთ. და არა აუცილებლად იმ წყლებში, სადაც ჩვენი გემების წინააღმდეგ თავდასხმები იგეგმება. არამედ იქ, სადაც ჩვენ თვითონ ჩავთვლით საჭიროდ და მიზანშეწონილად. ეხლა ვლადიმერ პუტინი ძალიან მალე ინანებს ამ სიტყვებს, მაგრამ ჯერ მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ მუხარებს მხოლოდ პუტინი არ აჟღერებდა. ჩვენ ყავდა სხვა რუსი ოფიციალური პირებიც, მაგალითად პუტინის საყვარელი პატარა მარიონეტი მედვედევი, რომელიც იგივე მუხარებს აჟღერებდა ევროპელების მიმართ. ნახეთ რა თქვა მან. კომენტარი, რომელიც მედვედევმა გააკეთა, მისი ციტატა. იმ ევროპელ ძაღლებს არ აქვთ უფლება დააკავონ კომერციული გემები, რომლებიც არარუსულ დროშას ატარებენ. მაგრამ რუსული ინტერესებისთვის ტვირთს ეზიდებიან. დასავლეთ ევროპის გემების უმრავლესობაც ხელსაყრელი რეგისტრაციის დროშებით დაცურავს. ამიტომ რუსეთს აქვს უფლება შეუტიოს ნებისმიერ კომერციულ გემს, რომელიც მტრულ ქვეყნებს ეკუთვნის. იქნება ეს ჩვენს წყლებში თუ ნეიტრალურ წყლებში. თუ არსებობს საკმარისი საფუძველი, ვიფიქროთ, რომ ის მტრის ინტერესებში ტვირთს ატარებს, ნებისმიერ ტვირთს. ესეთი გემები ბევრია. ეხლა ეს ბოლო ნაწილი ამის გამო მას სანანებელი ექნება. მოდი გაჩვენებთ რას ამბობს. რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ მნიშვნელოვნად გააფართონ თავიანთი ოპერაციები შავი ზღვის ფარგლებს გარეთ. ეხლა არ ვიცი მედვედევი მართლა სულელია თუ უბრალოდ სულელს თამაშობს. თქვენ კომენტარებში დამიწერეთ თქვენი აზრი. მაგრამ საკმაოდ დარწმუნებული ვარ, რომ მან იცის, შავ ზღვაში არ არის არც ერთი რუსული სამხედრო ხომალდი, ან რუსეთის საზღვაო ფლოტის ხომალდი. ეს უკრაინული თავდასხმების გამოა. და იცით რა? ეს არ არის რაღაც, რასაც უბრალოდ შემთხვევითი პროუკრაინელი იუთუბერი ამბობს. ეს არის ის, რასაც თავად რუსი ოფიციალური პირები ადასტურებენ. შეხედეთ ამ ანგარიშს და გაითვალისწინეთ, რომ ეს ანგარიში 2024 წლიდანაა.
ასე რომ დაახლოებით 2 წლის წინ უკრაინის თავდასხმებმა აიძულა რუსეთის შავი ზღვის ფლოტი, რომ სამხედრო ხომალდები სევასტოპოლიდან ნოვოროსიისკში გადაეყვანათ. ეს არის ის, რაც რუსმა ოფიციალურმა პირმა დაადასტურა სააგენტო Reuters-თან. ეხლა მნიშვნელოვანი აღვნიშნოთ, ნამდვილად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამას, როცა ეს მოხდა. სევასტოპოლის ბაზა 10 წლეულების განმავლობაში ფაქტობრივად რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მთავარი ბაზა იყო, რაც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან მოდის. და რუსეთს იძულებული გაუხდა ეს დაეთმო უკრაინული თავდასხმებისა და უკრაინული დრონების გამო. და ნუ დაგვავითხრდება, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ პუტინმა დაიწყო სამდრიანი სპეციალური სამხედრო ოპერაცია. ეხლა სევასტოპოლის დათმობის შემდეგ რუსეთის ფლოტი გადავიდა ნოვოროსიისკში, რაც ამ ტერიტორიიდან ასობით მილითაა დაშორებული. მაგრამ სამწუხაროდ, როგორც 2 დღის წინ გავიგეთ, ეს საკმარისად შორს არ აღმოჩნდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ რუსეთის ფლოტი ეხლა უსახკაროდ დარჩა. ის უსახკაროა. ასე რომ თუ გინდა დაეხმაროთ, იქნებ რეკომენდაციები ჩამოწეროთ, სად წავიდნენ შემდეგ. ჩემი რეკომენდაცია ზღვის ფსკერზე, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ამას გაითვალისწინებენ. თუმცა მოდით გადავხედოთ ამ უკრაინულ თავდასხმას. როგორც იცით, რუსეთი მილიარდობით დოლარს ხარჯავს თავისი პროპაგანდის გასავრცელებლად. ჩვენ კი ვცდილობთ, რაც შეგვიძლია, ისე დაუპირისპირდეთ. მაგრამ თქვენი მხარდაჭერა ნამდვილად გამოგვადგება. ასე რომ, თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერა, გთხოვთ 1 წამი დააჭიროთ ქვემოთ არსებულ გამოწერის ღილაკს. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია. ეხლა კი მოდით ვნახოთ, რა გააკეთა უკრაინამ ნოვოროსიისკში. ხედავთ ამ ყველა დრონს, რომელიც უკრაინიდან რუსეთში მიფრინავს. ეს მოხდა 11 აგვისტოს. ყურადღება მიაქციეთ იმ ჯგუფს ქვედა, სამხრეთის ნაწილში. ესენი არიან დრონები, რომლებიც შავი ზღვის ფლოტისა და იმ ქალაქში მდებარე საზღვაო ბაზისკენ მიემართებიან. და აი ესე გამოიყურებოდა ყველაფერი ადგილზე, როდესაც ეს თავდასხმა რეალურად მოხდა. აქ რუსი ბიჭია, რომელიც ნელ-ნელა აცნობიერებს კამერაზე რა ხდება. თავიდან გონია, რომ უბრალოდ ამოუცნობ ფრინავ ობიექტს ხედავს, მაგრამ მერე სწრაფად ხდება. ჯანდაბა შეხედე. რა მოუცნობი მფრინავი ობიექტია ეს? რეაქტიული თვითმფრინავი. ო. ეხლა რუსეთი იმდენად ცდილობდა ამ თავდასხმის შეჩერებას, რომ ამ ქალაქის ღამისცა ფეიერვერკებივით ანათებდა, ან თითქოს დილა იყო. სამწუხაროდ ეს არ გამოვიდა. და ეხლა ვნახავთ, რა ზიანი მიაყენა ამ თავდასხმამ. მაგრამ მანამდე მინდა გაჩვენოთ, როგორ გამოიყურებოდა ცა, როცა რუსული საჰაერო თავდაცვა მუშაობდა. ისინი უბრალოდ ყველაფრისკენ განურჩევლად ისროდნენ. შეხედეთ. ეხლა კი აი ზიანი. ამის შესახებ იუწყება Euromaidan Press-ი, სხვა მედია საშუალებები და რა თქმა უნდა, ეს თავად უკრაინის მთავრობამაც გამოაცხადა, ხოლო რუსმა სამხედრო ბლოგერებმაც დაადასტურეს. ასე რომ, ეს არის ამბავი, რომელსაც სხვადასხვა წყაროებიდან ვიღებთ დადასტურებას. ეს არ არის მხოლოდ ერთი მხარე, რომელიც ამბობს, ნახეთ რა ზიანი მივაყენეთ, მაგრამ ზიანი ასეთია. ამ თავდასხმაში 4 სხვადასხვა რუსული სამხედრო გემი დაზიანდა. 2 კალიბრის რაკეტზიდი ფრეგატი, 1 სარაკეტო გემი და 1 საპატრულო გემი. ეხლა კი, ჩვენ გვაქვს მათი სახელებიც. დაზიანებული 2 ფრეგატი იყო ადმირალ მარკოვი და ადმირალ ესენი. ეს გემები ყველაზე ახალი და მნიშვნელოვანი ზედაპირული გემებია, რომლებიც რუსეთს შავი ზღვის ფლოტში ჰყავს. ორივეს შეუძლია კალიბრის ფრთოსანი რაკეტების გაშვება უკრაინის მიმართულებით და დარწმუნებული ვარ, ისინი ამას ყოველღამე აკეთებდნენ. ეს რაკეტები რეგულარულად ურთქამდნენ უკრაინულ ქალაქებს და ბოლოს უკრაინამ შური იძია. სწორედ ის გემები, რომლებიც უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობას ესროდნენ, ეხლა ალბათ აღარ არის გამოსაყენებელი. ეხლა ამ თავდასხმის კიდევ ერთი ნაწილი იყო შოკის მომგვრელი ყველასთვის და ამას თავად ბრევად პრეზიდენტი ზელენსკი ადასტურებს. შეხედეთ მის განცხადებას. პირველად, მთელი ამ ომის განმავლობაში უკრაინამ რეალურად 15 სხვადასხვა იარაღი გააერთიანა ერთ ოპერაციაში, რათა დაერტყა იმ ადგილს, რომელსაც რუსეთი ნამდვილად არ ელოდა. ეხლა, ჩვენ რეალურად გვაქვს სია იმ იარაღებისა, რომლებიც უკრაინამ გამოიყენა. ასე რომ შეხედეთ, ეს ზელენსკიმ Twitter-ზე გამოაქვეყნა. ეხლა მე წავიკითხავ სახელებს, მაგრამ წინასწარ გაფრთხილებ, ალბათ სწორად ვერ გამოვთქვამ. ესენი არიან კომპანიები და დრონები, რომლებიც ამ ოპერაციაში მონაწილეობდნენ. Planintia, Pleco, Barsi, Long Neptune ერთად მუშაობდნენ და ასევე Michi, Firepoint. ეს არის მნიშვნელოვანი კომპანია, რომელზეც ხშირად ვისმენთ რამზავი, Sichini, Trusty, Kario, Groberi, Litnui და Dovbushis დრონები, ასევე Sargoni და Mamai უპილოტო ზედაპირული ხომალდები. ეხლა, აქ არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ამ ყველაფერში. ყველა ეს კომპანია, ყველა ეს დრონი და რაკეტა ადგილობრივად იწარმოება. ანუ ისინი იქმნება და შენდება უკრაინაში. და ეს მნიშვნელოვანია, რადგან თუ ისინი ადგილობრივად იწარმოება, უკრაინას ნამდვილად არ ჭირდება ვინმესთან შეთანხმება, რომ რამე დაარტყას. უკრაინა უბრალოდ შეუძლია ოპერაცია ჩაატაროს მაშინ, როცა საჭიროდ ჩათვლის. და ეს ის სფეროა, სადაც უკრაინა ძალიან დიდ ინვესტიციებს დებს. ისინი ცდილობენ გააძლიერონ თავიანთი თავდაცვითი შესაძლებლობები და ამაში უზარმაზარი წარმატება აქვთ მიღწეული. სინამდვილეში დრონების მიმართულებით ინოვაციებსა და წარმოებაში ისინი რუსეთს უსწრებენ და რაკეტების მიმართულებითაც ცდილობენ დაეწიონ. და რა თქმა უნდა, უკრაინას ნამდვილად სურს
საკუთარი ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის შექმნა, რათა საბოლოოდ შეძლონ რუსული ბალისტიკური რაკეტების შეჩერება და აღარ იყვნენ დამოკიდებული Patriot-ის ან სხვა ანტისარაკეტო სისტემებზე. ეხლა, კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ეს მნიშვნელოვანია, ის არის, რომ სწორედ ამ დროს გამოქვეყნა ანგარიში, რომელიც საკმაოდ შოკისმომგვრელი იყო. როგორც ჩანს, ASHS-მ ძალიან კონკრეტული თხოვნა გაუგზავნა უკრაინას ამ დარტყმებთან დაკავშირებით. ეხლა, ეს თხოვნა მინდა ცოტა განმარტო, რადგან ნამდვილად სერიოზულ საკითხს ეხება. რადგან ვიცე-პრეზიდენტმა JD Vance-მა, რომელიც ალბათ ზელენსკის გულშემატკივარი არ არის, ფაქტობრივად პირდაპირ დაურეკა მას. მაგრამ სანამ ამას გავაკეთებდე, მინდა გაჩვენოთ, როგორ რეაგირებდნენ რუსები ქალაქში ამ დარტყმის შემდეგ. მაშ, როგორ რეაგირებდნენ რუსები ნოვოროსიისკში იმ ყველაფრის შემდეგ, რაც უკრაინამ გააკეთა. შეხედეთ. თქვენს ეკრანზე შეგიძლიათ ნახოთ შემდეგი დილა. ეს იყო დილა თავდასხმის შემდეგ. თავდასხმა ღამით მოხდა. და თავდასხმა იმდენად მასშტაბური იყო, რომ ყვამლი მეორე დღესაც კი ფარავდა ქალაქს, როცა რუსები იღვიძებდნენ, მიდიოდნენ სამსახურში და ყველაფერს ხედავდნენ. ჩვენ ასევე გვაქვს ვიდეო რუსი ქალის რეაქციით, რომელიც მის თვალწინ მიმდინარე ყველაფერზე რეაგირებს. ასე რომ, შეხედეთ. მგონია, რომ ასეთი ღამე არასდროს ყოფილა ნოვოროსიისკში, ან ჩვენს რეგიონში. დიახ, ესეთი ღამე არასდროს ყოფილა. ეს სრულიად შემაძრწუნებელი იყო. ადამიანები დაიღუპნენ და ძალიან ბევრი შენობა დაიწვა. ეს უბრალოდ საშინელება. მე ყოველთვის არ ვიცი. არ ვიცი. ცოტა უფრო მშვიდად ვუყურებ ამას. და ამჯერად კარგად ვარ. სხვა სიკლობით რომ ვთქვათ, უბრალოდ საღამოს 10-დან დილის 6 საათამდე. ეს ცეცხლის შეწყვეტა არ არის. ეს მართლაც საშიშია. ჩვეულებრივ ასე ძალიან არ მადარდებს, მაგრამ ეს სჯობს უბრალოდ სახლში დარჩე და არსად არ წახვიდე დასასვენებლად. ამ წელს საერთოდ არ არის საჭირო ამის გაკეთება. ყველამ ძალიან კარგად იცის რა ხდება აქ ზოგადად. აქვე, ჩატებში. ხაიდაო, ხალხი წერს, რომ დასასვენებლად ჩამოვიდნენ ჯანდაბა, უკან დასაბრუნებელი ბილეთი ხომ არ ვიყიდო? თქვენ გაგიჟდით თუ რა ხდება? საერთოდ რატომ მიდიხართ სადმე? მიდიხარ? ეხლა რა თქმა უნდა მეეჭვი მეპარება, რომ ის ამ ომისა და უკრაინის მოქმედებების შესახებ ყველაზე ინფორმირებული ადამიანია. მაგრამ მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ უკრაინა რეალურად არ ესმის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. როგორც არ უნდა იყოს, გუშინ ღამით გარკვეული სამოქალაქო ქონება დაზიანდა. და რუსები ფიქრობენ, რომ ეს იმიტომ მოხდა, რომ უკრაინას ყავდა რაღაც გიჟური დრონი, რომელიც ყველგან ისროდა. ეს სინამდვილეში ასე არ არის. მოდით გაჩვენებთ, რას ფიქრობენ რუსები და შემდეგ აგიხსნით, რა მოხდა ალბათ. რადგან კიდევ ერთხელ, ჩვენ ნამდვილად ვერ მივალთ იქ და ვერ ჩავატარებთ გამოძიებას. მე ეჭვება, რუსეთს სურდეს, რომ იქ დამოუკიდებელი გაუძიებლები მივიდნენ და გაარკვიონ, რა ხდება. მაგრამ მე მაქვს თეორია. მაგრამ ჯერ აი რას ფიქრობენ რუსები. არსებობს რამდენიმე სხვადასხვა თეორია, მაგრამ ეს ორი ყველაზე გიჟურია. პირველი, რუსები ამბობენ, რომ უკრაინულ დრონებს ჰქონდათ ზვიგენები, რომლებსაც თავზე ლაზერები ჰქონდათ მათ მიმაგრებული და ისინი ხალხს უმისამართოდ ესროდნენ. ნოვოროსიისკე თავდასხმის დროს უკრაინულ დრონებს ჰქონდათ მძიმე ტყვიან ფრქვევები, რომლებიც ქალაქს უმისამართოდ ესროდნენ. დაზიანდა ავტოფარეხების კოოპერატივი, მანქანები, საცხოვრებელი შენობები. ეხლა მე არ უარყოფ, რომ ავტოფარეხი და შენობა დაზიანდა. რაც მინდა ვთქვა ისაა, რომ ალბათ ეს უკრაინა არ იყო და მე ძალიან მეპარება ეჭვი, რომ უკრაინას საერთოდ აქვს დრონი, რომელსაც წინა მხარეს ზვიგენი აქვს მიმაგრებული და ლაზერებს ისვრის. რისთვის გამოიყენებდნენ ამას? მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, მგონია მაქვს თეორია თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ეს. ხედავთ როგორ ისვრიან რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები ყველა მიმართულებით, რომ უკრაინული დრონები ჩამოაგდონ? ხო, იცით რა ხდება? ეს ტყვიები ბოლოს მაინც სადღაც უნდა ჩამოვარდეს. და ვფიქრობ, სწორედ ეს ტყვიები გახდა მიზეზი იმ ზიანისა, რაც რუსულ მანქანებს მიადგა. და რა თქმა უნდა, სამოქალაქო შენობებსაც და მსგავს ყველაფერს. მიუხედავად ამისა, რუსებს აქვთ გიჟური თეორიები იმის შესახებ, რაც მოხდა. როგორც არ უნდა იყოს, გადავიდეთ იმ შოკისმომგვრელ ზარზე, რომელიც ამ შაბათ-კვირას გავრცელდა. ვიცე-პრეზიდენტმა JD Vance-მა პირადად დაურეკა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და თხოვნით მიმართა. მოთხოვნა იყო, რომ ტანკერებს არ დაერთხათ და იმ ინფრასტრუქტურას არ დაერთხათ, რომელიც რუსეთს არ ეკუთვნის. ეს რეალურად ეხება უკრაინის დარტყმებს შავ ზღვაში. ეხლა ვიცი, რომ ზოგიერთ ადამიანს ეს ცოტა აბნევს. რაც გარკვეულწილად ლოგიკურია, რადგან JD Vance ნამდვილად არ არის ადამიანი, რომელსაც განსაკუთრებული სიყვარული აქვს უკრაინის მიმართ. ამიტომ ხალხი გაოცებული იყო, რომ უკრაინამ რეალურად დათანხმდა ამ მოთხოვნას. მოდით აგიხსნით, რა იყო ეს მოთხოვნა და შემდეგ ალბათ გავიგებთ, რატო დათანხმდა უკრაინა. შეხედეთ ამ მილსადენს თქვენს ეკრანზე. მას ეტოდება CPC მილსადენი, კასპიის მილსადენის კონსორციუმი. და მისი დანიშნულებაა ყაზახეთში ნავთობის საბადოების დაკავშირება ნოვოროსიისკის პორტთან. ასე რომ ყაზახური ნავთობი მიედინება რუსეთისა და ყაზახეთის გავლით რუსულ პორტში. შემდეგ იტვირთება ტანკერებზე და ეს ტანკერები თედაც შავი ზღვის გავლით გადაქონდა მიაბთ იქ, სადაც კლიენტია.
ეხლა კი მთავარი ნაწილი. ზუსტად არ ვიცი ამ მილსადენის შესახებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ მილსადენში ამერიკული წილიც არის, სულ მცირე ყაზახეთის მხარეს. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ნავთობის საბადოები, რომელსაც ეს მილსადენი აერთებს, ნაწილობრივ ამერიკულ კომპანიებს ეკუთვნით, შეიძლება 50% ან ნაკლები. ეს იმაზეა დამოკიდებული, რომელ ნავთობის საბადოზე ვსაუბრობთ. ეხლა ვარაუდობ, რომ ამ კომპანიებმა მიმართეს ადმინისტრაციას და სთხოვეს ადმინისტრაციას დახმარებოდა უკრაინის დარტყმებაში, რომ იმ ობიექტებზე დარტყმისგან თავი აერიდებინათ, რომლებიც რეალურად რუსეთს არ ეკუთვნის. და უკრაინა მართლაც დათანხმდა ამას გარკვეული პირობებით. უკრაინამ თქვა, რომ სანამ გემები არ ეკუთვნის რუსეთს და რა თქმა უნდა, სანამ გემები არ გადაზიდავენ ნავთობს, რომელიც რუსეთს ეკუთვნის, ისინი არც ერთ მათგანს არ შეუტევენ. და ამ ყველაფრის გარდა უკრაინამ ასევე დათანხმდა, რომ არ დაარტყამს მილსადენს, რადგან ყაზახეთი და რა თქმა უნდა ამერიკული კომპანიები ბევრად უფრო მეტ სარგებელს იღებენ ამ მილსადენიდან, ვიდრე რუსეთი. ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი სარგებელს არ იღებს, რადგან დაფიქრდით, თუ მილსადენი გადის თქვენს ტერიტორიაზე, ალბათ რაღაც სახის გადასახადს იღებ. ასე რომ, რუსეთი ალბათ იღებს გარკვეულ თანხას, ალბათ არა იმდენს, როგორც საკუთარი ნავთობის გაყიდვის შემთხვევაში, მაგრამ რუსეთი მაინც იღებს ფულს. თუმცა სხვა ქვეყნებიც იღებენ ფულს. ასე რომ, უკრაინამ ამ ეტაპზე დათანხმდა, რომ არ დაარტყამს მას. მაგრამ გონია, რომ თუ ზამთარში რუსეთი დაიწყებს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვას, უნდა იყოს დასაშვების სამიზნე, განსაკუთრებით თუ ეს ხდება რუსეთის ტერიტორიაზე. მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს ანგარიში ჩემთვისაც კი შოკის მომგვრელი იყო, რადგან ვერ ვფიქრებდი, რომ JD Vance და Zelensky რეალურად კარგ საუბარს გამართავდნენ. სხვათა შორის მნიშვნელოვანია აღვნიშნო, რომ ამ თვის დასაწყისში, ან გასულ თვეში, როცა Zelensky ოვალურ ოფისს ეწვია, თუ ყველა იმ ფოტოს შეხედავთ, JD Vance რეალურად ოფისში ან შეხვედრაზე არ ყოფილა და ის შეხვედრა საკმაოდ კარგად წარიმართა. ასე რომ, ეს რაღაცას გვეუბნება, რატომ არ წავიდა პირველი შეხვედრა კარგად და ვინ დაიწყო კონფლიქტი. მაგრამ გავაგრძელოთ ამბავი. რადგან იმავე ღამეს უკრაინულმა დრონებმა სხვა ადგილებშიც გაფრინდნენ და დაიწყეს რუსეთის ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვა. და ეს ნიშნავს, რომ რუსეთში საწვავის რიგები დაბრუნდა. ეხლა, სანამ ამ ამბავს გავაშუქებთ, რამდენიმე მიმი მაქვს თქვენთვის, რომელიც მინდა გაგიზიაროთ. და როგორც იცით, წესი საკმაოდ მარტივია. თუ მოგწონთ მიმები, დააჭირეთ ქვემოთ გამოწერის ღილაკს. ეს ძალიან გვეხმარება. თუ უკვე გამოწერილი ხართ, უბრალოდ დააჭირეთ მოწონების ღილაკს. მოდით დავიწყოთ. პირველი მიმი რაც გვაქვს, რეალურად ეხება იმ ამბავს, რომელიც ეხლახან გავაშუქეთ. და მიმი ასეთია. ვენცი ურეკავს ზელენსკის და ეუბნება: "ჰეი, შეწყვიტე ტანკერების აფეთქება." ზელენსკი თანხდება და შემდეგ აფეთქებს პორტს, რომ ნავთობი საერთოდ არ ჩაიტვირთოს ტანკერზე. უბრალოდ მიმია, მეგობრებო. ეს სიმართლე არ არის. უკრაინამ რეალურად სამხედრო საზღვაო ბაზას შეუტია და არა სამოქალაქო პორტს. ნიშნულოვანი განსხვავებაა, რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო. ვიცი, ხუმრობას ცოტა აფუჭებს, მაგრამ მაინც. ეხლა გვაქვს მეორე მიმი, რომელიც უკრაინულ რესტორანშია გადაღებული, ან სადღაც უკრაინაში. წერია: რაკეტული თავდასხმის შემთხვევაში ამ პისუარის ქვეშ შედით. აქამდე ვერავინ მოახერხა მიზანში მოხვედრა. გონი ბიჭები გაიგებენ. საზიზღარი ხუმრობაა, მაგრამ სამწუხაროდ ეს სიმართლეა. და ბოლო ცოტა გძელია, მაგრამ კარგი ამბავია. ეს არის საუბარი სტალინსა და პუტინს. პუტინი პასუხობს, იმიტომ რომ უკრაინა არ არსებობს. მართლა? ხო, ლენინმა გამოიგონა. ანუ შეიჭერი ქვეყანაში, რომელიც არ არსებობს. უკრაინელები და რუსები ერთი ხალხია, ანუ უკრაინელები არ არსებობენ. სწორია. აბა, უკრაინაში ვინ ცხოვრობს? რუსები. აბა, რატო შეიჭერი რუსებში, რომ უკრაინა დენაციფიცირება გაგეკეთებინა? დენაციფიცირება ვისგან? უკრაინელებისგან, მაგრამ უკრაინელები არ არსებობენ. ჩვენ რუსულენოვანებს ვიცავდით. ვისგან? ნაცისტებისგან. მაგრამ თქვი რომ იქ ყველა რუსია, ან ნაცისტები რუსები არიან. პუტინი უბრალოდ არ პასუხობს. კარგი. აბა, ვის ებრძოდა რუსეთი ამ წლების განმავლობაში? ნატო. უკრაინა ნატოშია? არა. მაშინ ნატოს როგორ ებრძვით? ნატო ჩვენთან უკრაინელების მეშვეობით იბრძვის. იმ უკრაინელების, რომლებიც არ არსებობენ. ამ დროს სტალინი დიდხანს ჩერდება და ამბობს, არც მე შემეძლო ამის მოფიქრება. ეს ძირითადად ხსნის, რამდენად შეშლილია რუსეთის არგუმენტი უკრაინაში შეტრისთვის. ეხლა, ეს ბოლო ვიდეო შოკის მომგვრელია და ასევე უფასო რეკლამაა რესტორნისთვის, რომელსაც ამ არხზე ალბათ არ ელოდით. მაგრამ რესტორანს კარგი დეკორაციები აქვს. ეს რესტორანი საქართველოშია და ისეთ ადგილას, სადაც მგონია, რომ რუსები ხშირად მიდიან. მაგრამ ისინი ნამდვილად შოკში ჩავარდნენ, როცა ნახეს, რაზეა ეს რესტორანი. ასე რომ, ნახეთ ეს ვიდეო. ამბობენ, რომ აქ საუკეთესო ხინკალია. მოდით გავიგოთ. ნახეთ რა წერია აქ. ჩვენ გავჩერდით გზისპირა კაფეში საქართველოში და ყველგან ნიშნებია, სადაც წერია, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. Wi-Fi. აფხაზეთი საქართველოა. პაროლი. ოსეთი საქართველოა. მაგრამ ეს არც კი არის ყველაზე უცნაური ნაწილი. აქ, ანუ, შეგიძლია მიხვდე ვინ არის ეს. ის ცოტათი პუტინს გავს კიდეც. შემდეგ შედიხარ ტუალეტში. მართლა ეს უბრალოდ სიგიჟეა. ჩვენს რესტორანში შესვლით, თქვენ ეთანხმებით, რომ პუტინი ომის დამნაშავეა და პატივს სცემთ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობას. სადაც რუსეთი მიდის, იქ მოაქვს სიკვდილი და ცრემლები. მომწერეთ კომენტარებში. მართლა არ ვიცი რა ვიფიქრო ამაზე.
შემდეგ, როგორც უკვე ვახსენე, მემები, უკრაინამ კვლავ დაიწყო თავისი კამპანია, რომელსაც მე უწოდებ შორი მოქმედების სანქციებს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების წინააღმდეგ. უახლესი მათგანი არის ორსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. ეს ქარხანა მდებარეობს დაახლოებით 1400 კილომეტრით ფრონტის ხაზიდან. მგონი ეს დაახლოებით 900 მილი იქნება. და მას აქვს წლიურად 6 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავების შესაძლებლობა. ზიანი, რომელსაც ეკრანზე ხედავთ, იმდენად სერიოზულია, რომ რეგიონის გუბერნატორს მოუწია გამოსვლა და ფაქტობრივად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. აი რა თქვა მან. რუსეთის ორენბურგის რეგიონის გუბერნატორი ამბობს, რომ ორსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უკრაინული დარტყმის შემდეგ დაახლოებით 6 თვით გამოვიდა მწყობრიდან. მან თქვა, რომ დაზიანებული ძირითადი აღჭურვილობა იმპორტირებული იყო და მისი შეცვლა საერთაშორისო სანქციების პირობებში დიდ დროს მოითხოვს. მოსახლეობას უთხრეს, რომ ყველაზე ცუდი სცენარისთვის მოემზადო. გუშინდელი დღიდან ორენბურგის ოლქში დაწესდა მკაცრი საწვავის შეზღუდვები, მათ შორის თითო მომხმარებელზე ლიმიტი და კანისტრებში ჩასხმის აკრძალვა და საწვავის ჩასხმა ლუდს და კენტ დღეებში ავტომობილის რეგისტრაციის ნომრების მიხედვით. აქამდე მივიდა მეორე ყველაზე ძლიერი არმია და რაც მთავარია, ეს არის ქვეყანა, რომელსაც მსოფლიოში მეორე ყველაზე დიდი დადასტურებული ნავთობის მარაგი აქვს. და ეხლა მას უწევს ნავთობის რაციონირება, ანუ შეზღუდვების დაწესება. რუსეთს ნამდვილად ზამთარი ეწევა. ეხლა, რა თქმა უნდა, უკრაინა მხოლოდ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს არ ესმის თავს. სულ 2 დღის წინ მათ კიდევ ერთი Wildberries-ის საწყობი გაანადგურეს. შეხედეთ ამ კადრს. უკრაინულმა დრონებმა გაანადგურეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი Wildberries-ის საწყობი, რომელიც 150 კვადრატულ მეტრს მოიცავდა. აი ასე გამოიყურებოდა, როცა იწვოდა. აქ გვაქვს Wildberries-ის bingo, რომელსაც ბევრი ადამიანი ონლაინში თამაშობს. მინდა ერთ საინტერესო რამეზე გაგამახვილოთ ყურადღება. როცა ამ bingo-ს თამაში დავიწყეთ, დაუშვათ 2 კვირის ან 4 კვირის წინ. ადრე მხოლოდ top 10 Wildberries-ის საწყობზე უყურებდით. შემდეგ უკრაინული დათმები გაგრძელდა. ამიტომ top 20-ზე გადავედით. ეხლა კი უკვე top 30-მდე გავფართოვდით. bingo სულ უფრო და უფრო იზრდება, რადგან უკრაინა სულ უფრო მეტ ობიექტს ურთხა. ეხლა top 20-დან 18 დარტყმული იყო. და მათგან 17 პრაქტიკულად განადგურებულია. შეიძლება 15 თუ როგორ დაითვლი, მაგრამ ზიანი საკმაოდ სერიოზულია. ამ სათხოვების უმეტესობას პრაქტიკულად თავიდან მოუწევთ აშენება და არ დაგვაუწყდეს, რაც შიგნითა ისიც იკარგება. და ეს კიდევ უფრო მეტ პრობლემას ქმნის რუსეთის მოსახლეობისთვის და იგივე რუსეთის მთავრობისთვისაც. ეხლა ამ ყველაფრის პარალელურად პუტინი მობილიზაციისთვისაც ემზადება და ზოგიერთ რუსს უკვე მოსვლია გაწოვის უწყება. აი ასე რეაგირებენ ისინი. აქ ხედავთ რუს მამაკაცს, რომელიც იღებს თავის გაწოვის უწყებას და ინტერნეტში აქვეყნებს თავის რეაქციას. ცდილობს გაარკვიოს, რა შეუძლია გააკეთოს. იქნებ უბრალოდ ქვეყანა დატოვოს. შეხედეთ. ეს სიგიჟეა დედა მოეთქნა. დღეს მივიღე გაწოვის უწყება. 38 წლის ვარ. დღეს გავხსენი გოსუსლუგი. შევამოწმე შეთქობინებები. გავხსენი და აი იქ იყო. გთხოვთ, აღნიშნულ თარიღამდე გამოცხადდეთ სამხედრო კომისარიატში. თუ არ გამოცხადდებით, დაგეკისრებათ სანქციები, როგორიცაა სარეგისტრაციო მოქმედებების აკრძალვა, მართვის მოწმობის შეჩერება, მოგზაურობის აკრძალვა და ასე შემდეგ. დღეს ვფიქრობ, რომ დაახლოებით 6 დღე დამრჩა სამხედრო კომისარიატში მისასვლელად. მივამაგლებ უწყებას, რომ ნახოთ. ეხლა მთავარი კითხვა ასეთია: რატომ არის ეს? ვის სჭირდება ეს? და შეიძლება ვიღაცამ უკვე მიიღო ასეთი უწყება. აღიარე. გთხოვთ გამიზიარეთ რამელის შემდეგ. ეხლა მინდა კიდევ ერთი ამბავი გაჩვენოთ. სამხედრო გაწევის უწყებების შესახებ, რომლებიც რუსეთში იგზავნება. და ეს არის სევდიანი ამბავი იმის შესახებ, თუ რამდენად დაკავშირებულები არიან რუსი და უკრაინელი ხალხი. ყავს ოჯახები, რომლებსაც ორივე მხარეს ხავთ ადამიანები და სხვადასხვა მხარეს უჭერენ მხარს. ასე რომ, ხო, მოულოდნელი, უნიკალური. არ ვიცი, რომელი ზედსართავი სახელია სწორი, მაგრამ შეხედეთ ამ ამბავს. ეს ნამდვილად შოკის მომგვრელია. ჩემი ბიძაშვილი მოსკოვიდან დიდი ხნის შემდეგ პირველად დამიკავშირდა და დაგვადანაშაულა, რომ დათმობაზე წასვლა არ გვინდა. ზარის მიზეზი ის იყო, რომ მისმა ქმარმა გაწოვის უწყება მიიღო. ამიტომ ერთად წავიდნენ, ყოველი შემთხვევისთვის. როდესაც რიგში ისხდნენ, გოგონების სამედიცინო შემოწმების შემდეგ აღარ გამოვიდნენ. ისინი მობილიზებულები აღმოჩნდნენ, ხოლო მისმა ქმარმა დროებით აიცილა ეს, რადგან შშმ-ის შვილის შესახებ ცნობა წარადგინა. მაგრამ უთხრეთ, რომ მისი შვილის აუტიზმი 100%-იან გადავადებას არ ნიშნავს და ორ კვირაში სატრად სუქნაზე გაგზავნიან. ეს მიუხედავად იმისა, რომ ორივეს უკრაინული პასპორტი აქვს. ისინი მოსკოვში 2011 წლიდან ცხოვრობენ. მან თქვა, რომ სამხედრო კომისარიატში მისული ადამიანების 70% აღარ გამოსულა და ყველა დედისა და ცოლის კვნესა და ტირილს პოლიციელები უხეშად წყვეტდნენ. ასე რომ დიახ, ეს არის რეალობა. ნამდვილად შოკის მომგვრელი ისტორია თუ გავითვალისწინებთ, როგორ არიან ადამიანები ორივე მხარეს დაკავშირებულნი. მაგრამ ამას გარდა მობილიზაცია ჯერ არ დაწყებულა. დიდი მობილიზაცია სავარაუდოდ არჩევნების შემდეგ დაიწყება, რომლებიც სექტემბერში ტარდება. ასე რომ ასეთი რამ უკვე ხდება მანამდეც კი. ასე რომ
რუსეთში ნამდვილად საინტერესო მოვლენები ხდება და არ ჩანს, რომ პუტინს ომის დასრულება მალე სურს. ეხლა ნება მომეცით, დღევანდელი გამოშვება რაღაცა ახლი დავასრულო. ჩვენ ეხლა ხან ახალი პოდკასტი დავიწყეთ და ჩვენი პირველი სტუმარია ყოფილი სამხედრო საზღვაო ძალების კომანდირი დეივ სტივენსი. ეხლა მაგ საუბრის ნაწილი, რომელიც მინდა რომ მოისმინოთ, მაგრამ მანამდე ერთი პატარა თხოვნა მაქვს. დეივ სტივენსი ავტორია და მას ცოტა ხნის წინ ახალი წიგნი გამოვიდა, სახელად Disaster Prepping for Dummies. ასე რომ თუ წიგნი დაინტერესდებით, ძალიან გირჩევთ რომ ნახოთ. მულს დავამატებ აღწერაში Amazon-ის ბულს. ან შეგიძლიათ უბრალოდ მოძებნოთ წიგნი სადაც გინდათ. ბეჭდური ელექტრონული აუდიო წიგნი, სადაც გინდათ იქ. მაგრამ ამას გარდა ჩვენ 10 exemplars ვაჩქებთ იმ ადამიანებს, ვინც უბრალოდ გამოიწერს არხს და კომენტარს დაწერს ამ ვიდეოზე. ასე რომ დაწერეთ კომენტარი ქვემოთ და აუცილებლად გადახედეთ წიგნს თუ დაინტერესდებით. და ეხლა, აქ გვაქვს ამონარიდი ჩვენი ახალი პოდკასტის პირველი ეპიზოდიდან. აქ გვაქვს დრონის კადრი, რომელიც თავს არიდებს რუსულ საჰაერო თავდაცვის რაკეტებს. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვხედავ. მაგრამ შეგიძლია შენს ხედვაც გაგვიზიარო. შენ ამას ბევრად უფრო გამოცდილი თვალით უყურებ. ეს არის პანცირის სისტემა, მოკლე რადიუსის რაკეტებით, რომლებიც შექმნილია სამიზნეების დასაცავად, მაგრამ ასევე იცავს უფრო დიდ რაკეტებსაც, როგორიცაა S-300 და S-400. ეს საკმაოდ გიჟურია. შეგიძლია დაინახო, რომ დრონმა მართლა შეასრულა მოხვევა, მაგრამ დრონი რეალურად კონდენსაციის ყვალში გაიფრინა. ეს არის სიახლოვის ფიუზი. ასე რომ მას უნდა აეფეთქებინა და ნამსხვრევებით დაეზიანებინა დრონი, როცა გვერდით ჩაუვიდა. მეორე ჯერზე იმდენად ახლოს მივიდა, რომ უნდა შეძლებოდა სამიზნის დაზიანება. არ ვიცი, სიახლოვის ფიუზი მუშაობს თუ არა. ეხლა ეს რაკეტები რადიოკომანდურად მართვადია, რაც ნიშნავს, რომ რადარი მართავს მას რადარის პოზიციიდან. არ აქვს ტერმინალური დამიზნება, არც სითბური დამიზნება. ამიტომ როგორც კი ჰაერში აღმოჩნდება, მას უნდა მიუთითონ გზა სამიზნემდე. და ეს რაკეტები საშინელია. თავიდან მეგონა ეს პანცირის ახალი მინი რაკეტები იყო. 12 ორსაფეხურიანის ნაცვლად დრონებისთვის სპეციალურად ამ პატარა რაკეტებიდან 48 შეგიძლია ჩააბენა. მაგრამ მათი მაქსიმალური რადიუსი 4 მილია, მაშინ როცა იმ სხვების 20 და ვფიქრობ ისინი ძალიან შორს იყვნენ. ასე რომ ეს ჩვეულებრივი რაკეტებია, რომლებიც დრონის ჩამოგდებას უნდა შეძლებენ. დავბენი გარდა იმისა, რომ ოპერატორის მხრიდან სერიოზული შეცდომა ან რაკეტები ნამდვილად არ მუშაობენ სწორად, ვერ იღებენ მართვას, ვერ ასრულებენ ბრძანებებს ან ვერ ფეთქდებიან და საბრძოლო თავი იგივეა, რაც AIM-9 Sidewinder-ზე, რომელსაც ჩვენ ვატარებდით. ეს არის, როგორც მას უწოდებენ, გაფართოებადი ღეროს საბრძოლო თავი. როდესაც ის ფეთქდება, ეს ღეროები ძირითადად ქმნიან გიგანტურ გაფართოებად წრეს, რომლითაც ჯღიან თვითმფრინავებს ან დრონებს, პლუს აფეთქების ნამსხვრევები. ასე რომ, სავარაუდოდ, სიახლოვის ფიუზი უნდა ამოქმედებულიყო, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ის კონდენსაციურ კვალში გადაფრინდა. ხო. ასე რომ, მანევრირება ალბათ ეხმარება, მაგრამ რაკეტები დეფექტურია. ეს ეს სიგიჟეა. გავრცელებული პრობლემაა. რუსეთი ხშირად ატყდება ამას. გიკვირს, ხო, არაც არ მოებენ მათ ძალიან სწრაფად და ქახნები სათანადოდ არ აშენებენ. ეს ძალიან ახლოს იყო. ამან უპრობლემოდ უნდა გაანადგუროს დრონი, განსაკუთრებით 3 რაკეტით და ჩვენ სახმელეთო რადარულ არევაში კი არა, ოკეანეში ვართ. ასე რომ ეს საკმაოდ მარტივი რადარის სამიზნეა. ან ასე უნდა იყოს. მოგესალმებით ახალ პოდკასტში ყველას. დღეს ჩვენთან ერთად არის აშშ-ის საზღვაო ძალების ყოფილი მეთაური დეივიდ სტივენსი. ის ასევე იყო დარტმის ოპერაციების ოფიცერი სპარსეთის ყურეში და ახლა ავტორია. მოგესალმებით პოდკასტში დეივიდ. დიდი მადლობა სემ, მოაფასებ ამას. მინდა დავიწყო იმით, რაზეც ეხლა ხან ვისაუბრეთ. როგორ გადადიხარ F-18-ის პილოტისა და დარტმების დამგეგმავის როლიდან წიგნის დაწერაზე კატასტროფებისთვის მზადების შესახებ? ეს კარგი კითხვაა. ჩემი კარიერის პირველი ნახევარი ძირითადად კატასტროფების დაგეგმვასა და განხორციელებას მოიცავდა. ამით ძალიან ვამოყობ ჩემი სამსახურით. ძალიან კარგი კარიერა მქონდა, მაგრამ მეორე ნახევარში ვიფიქრე, იქნებ კარგი იქნებოდა გლობალური კატასტროფების თავიდან აცილებაზე ან სულ მცირე მართვის მომზადებაზე მემუშავა. ამ პროცესში რაც თავიდან გავაკეთე, არაფერ კავშირში იყო პირველ წიგნთან, Disaster Prepping for Dummies. ყველაფერი ტრილოგიის შექმნას ეხებოდა. Techno-Thrilleries ტრილოგია, მაგრამ ისეთი, რომელიც რეალობაზე, რეალურ საფრთხეებზე იყო დაფუძნებული. და იმის გასამფევად თუ რა იყო ეს საფრთხეები, შექმენი მრჩეველთა საბჭო, ნამდვილი ექსპერტებისგან. მასში შედიოდნენ ასტრონავტები, ასტროფიზიკოსები, მეტეოროლოგები, CIA-ის აგენტი, მოსადის აგენტი, ადმირალი, რომელიც იარაღის სისტემების განვითარებაზე იყო პასუხისმგებელი და მე გამოვიყენე მათი გონებრივი შესაძლებლობები, რომ გაგვეგო რომელია ყველაზე სერიოზული შვიდი. აი ამას მივახციეთ, საუკეთესო შვიდეული, პოტენციურად აპოკალიფსური, მაგრამ ნამდვილად გლობალური კატასტროფები. და ჩვენ დავახარისხეთ ისინი. დავახარისხეთ შედეგებისა და ალბათობის მიხედვით. ესე რომ ეს იყო ეს დავასრულე
ციგნმა საკმაოდ კარგად გაამართლა. ეხლა ვცდილობთ რომ ეს სატელევიზიო სერიალად ვაქციოთ, მაგრამ ამის შემდეგ მოხდა ის რომ ჩემმა ლიტერატურულმა აგენტმა დამიწყო დაჟინებით თხოვნა რომ არამხატრული ჟანრის ციგნი დამეწერა. ამ მქონდა განზრახვა, დამეწერა ციგნი Disaster Prepping for Dummies, მაგრამ მან დამარწმუნა და ეს საკმაოდ სახალისო აღმოჩნდა, რადგან უკვე ქთა დაგროვილი ცოდნა საკონსულტაციო საბჭოდან. ასე მოხდა ეს ყველაფერი. ეს ლოგიკური. მაშასე, როგორც ჩანს, ეს ძალიან შეიძლება ვცდები, მაგრამ ეს აკადემიური ციგნია. შეძლებს თუ არა ჩვეულებრივი ადამიანი მის საკითხვას და მაინც გამოსადეგად ჩათვლის. იქნებ ცოტა ისაუბროთ, როგორ არის იგი მოწყობილი. მოდი გავიხსენოთ, რომ სათაურში ბოლოს სიტყვა. ასე რომ ცხადია, ეს ციგნები აშკარად ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. არსებობს მთელი პრეპერების საზოგადოება. ესენი ერთგვარი პროფესიონალები არიან, მაგრამ ამჟამად ბევრი ადამიანი, არ მინდა ყველა დეტალით მოგაცხინოთ. ხო. ფიქრობ ბოლოს რომ შევამოწმე 13 მილიონ ამერიკელს თავი პრეპერად აქვს გამოცხადებული. ან სულ მცირე, ლავაც სახის მომზადებას მაინც აკეთებს. ამასთან ერთად, უამრავი ადამიანია, ვისაც ამ ყველაფერთან შეხება არასდროს ჰქონია. და იმის სწავლა, თუნდაც საბაზისო ციგნიდან რა შეგიძლია გააკეთო, არ აქვს მნიშვნელობა საცხოვრობ, ნიუ-იორკის ბინაში თუ ავსტრალიის შორეულ მხარეში. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი რესურსი გაქვს. არსებობს რაღაცები, რაც ყველას შეუძლია გააკეთოს, რომ ნებისმიერი რამისთვის მოემზადოს. იქნება ეს მცირე ელექტროენერგიის გათიშვა, ჭექა, კუხილი, თუ რაღაც უფრო აპოკალიფტური, მაგალითად ვირუსული პრობლემა, ბირთვული ომი და ასე შემდეგ. სრულყოფილია. ვიცი, ეკრანზეც გამოაჩენ ციგნს, რომ ხალხმა იპოვოს იგი Amazon-ზე ან სადაც ციგნებს ყიდულობენ. და ვიდეოს მოგვიანებით ციგნს გავაჩუქებთ, რომ ხალხს კონდეს მიზეზი დარჩენას. ეხლა მინდოდა ამ ისტორიაზე მესაუბრა, რომელიც მომიყევი, როცა შენ რეალურად იყავი დართმის ოპერაციების ოფიცერი, როდესაც სპარსეთის ყურის ომი დაიწყო. ასეა, ხო? პირველი ყურის ომი. ხო. შეიძლება ეს ისტორია სხვებსაც გაუზიარო და შენი გამოცდილებაც მოყვე. მე შტაბის ოფიცერი ვიყავი. ეს იყო ფრენებისგან თავისუფალი დანიშვნა და შუალედებში შტაბში მსახურების პერიოდებიც გვხდება. მე დამნიშნეს შუა აღმოსავლეთის ძალების სარდალთან. ეს იყო ორი ვარსკვლავის ადმირალი, რომელიც იყო ფლაგმან გემ USS-ზე. ლასალე ძირითადად ბაჰრეინში ნავსადგურზე იყო მიბმული უმეტეს დროს. ასე რომ ეს იყო ჩვენი წინწაწეული განლაგება. იმ პერიოდში მახსოვს ჩვენ ვიყავით და ყველა დეტალს არ გავაშუქებ, მაგრამ ჩვენ ვიყავით. ჩვენ რეალურად სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდებით ვაცილებდით ქუეითურ ტანკერებს მათი ბაზიდან სპარსეთის ყურიდან გასვლისას, რათა დაგვეცვა ისინი ირანული თავდასხმისგან. რაღაცა დეჟავუ იყო. ეს ყოველთვის ხდებოდა. იქ იყო ერთი ჯენტლმენი, სახელად მაიკი, რომელიც იქ იყო დანიშნული, ის იყო საზღვაო ძალების ოფიცერი, ის დანიშნული იყო ქუეითის საელჩოში და უბრალოდ კოორდინატორი იყო, რაღაც გრაფიკებზე პასუხისგებელი ოფიცერი. ის კოორდინაციას უწევდა საზღვაო გემებს, რომ შეხვდნენ ტანკერებს და გასულიყვნენ ყურეში. ერაღი ბევრ მუქარას და ხმაურიან განცხადებებს აკეთებდა. და ჩვენ ეს ვიცოდი, მაგრამ არ არსებობდა არანაირი პირდაპირ მტკიცებულება, რომ ამე მოხდებოდა. უბრალოდ ერაფი ცდილობდა ქუეითელები შეეშინებინა და დაემორჩილებინა. ერთ ღამეს, ალბათ შუაღამე იყო, მაიკმა დამირეკა და მითხრა, იცი? ჩვენ ხედავთ ბევრი წი ქუეითის ჯარის გადაადგილებას ქუჩაში და უბრალოდ გვაინტერესებს, თქვენ რამე ხო არ გსმენიათ? რა თქმა უნდა, დაუკავშირდი მათ. როგორც წარმოიდგინეთ, ჩვენ უზარმაზარი სადაზორო განყოფილება გვაქვს ფლაგმანზე. სამხედრო დაზვერვა, CES და ასე შემდეგ. დაურეკე იქ და მითხრეს კი სატელიტური სურათები ვნახეთ, ფიქრობ ეს უბრალოდ ძალის დემონსტრირებაა. მეც უთხარი ამას, ეხლა სატელიტური დაშიფრული ტელეფონით საუბრობთ. ასე რომ დაცულია. ის კი საელჩოს ტერიტორიაზე. დაახლოებით 1 საათის შემდეგ მირეკავს და მეუბნება. ჩვენი ელჩი ამბობს, რომ ამჟამად უჭირს ქუეითის მთავრობასთან დაკავშირება. სტაციონარული სატელეფონო ხაზები გათიშულია და თქვა, რომ შორიდან აფეთქებების ხმა ესმოდა. შეგიძლიათ დაადასტუროთ. კიდევ ერთხელ დავრეკე ქვემოთ და ისინი მითხრეს არა. მესამე დრო დარეკა ალბათ ამის 2 საათზე თქვა. მოდი რაღაც ხდება. ამბობს, ჩვენ ნახეთ, არა მხოლოდ ქუეითის ჯარის გადაადგილება, არამედ რამდენიმე ქუეითის T-72 ტანკი საელჩოს წინ დგას. ისევ დავრეკე ქვემოთ და პასუხი იყო. ქუეითელებს T-72 ტანკები არ ყავთ. ესე გავიგეთ, რომ შეჭრა უკვე მოხდა. ესენი უკვე ერახის ტანკები იყო, რომლებიც საელჩოს წინ იდგა. ასე რომ, რა თქმა უნდა, შემდეგი ნაბიჯი იყო ადმირალის გამოღვიძება, ძალიან სწრაფად და დარეკვა პრეზიდენტთან, დანარჩენი კი უკვე ისტორია. ვაუ. ასე რომ, ტექნიკურად რო ვთქვა, თქვენ იყავით პირველი ადამიანი. არა პირველი, მაგრამ ერთ-ერთი პირველი, ვინც დაადასტურა. შეჭრა იყო. და ისინი უკვე ქალაქში იყვნენ. მაიკმა იცოდა ეს, მაგრამ უბრალოდ არ იცოდა ეს T-72-ზე საზღვაო ძალების ბიჭი. ხო, რა თქმა უნდა. კარგი. ეხლა, რადგან ირანულ გემებზე ვსაუბრობთ, ეს ჯერ კიდევ გრძელდება და სულ ახლახან სინამდვილეში უკრაინამ დაარტყა ირანულ გემს, რომელიც გონი დრონების კომპონენტებს აწვდიდა რუსეთს. და შემდეგ ირანი ამბობდა, რომ უკრაინას დაარტყამს. და შენ საინტერესო საკითხი წამოჭერი, შენ ნახე მედიის რეაქცია? ჩვენ ხშირად ვაშუქებთ მედიის რეაქციას. მაგრამ ეხლა უკრაინასაც აქვს შესაძლებლობა ირანს დაარტყას. ეს მხოლოდ ირანი არ არის, ვისაც შეუძლია უკრაინას დაარტყას. ხო, ეგ.
თუ გსურთ მოусმინოთ საუბრის დანარჩენ ნაწილს, შეგიძლიათ დააწკაპონოთ ეკრანზე გამოსახულ ბმულზე, ან ზემოთ არსებულ ბარათზე, ან აღწერათაში მოცემულ ბმულზე. ან შეგიძლიათ უბრალოდ მოძებნოთ პოდკასტის სახელი, რომელსაც ეკრანზე დავწერ, ნებისმიერ პლატფორმაზე, სადაც პოდკასტებს უსმენთ. ჩვენ გეგმავთ ყოველ კვირას ერთ ახალ ეპიზოდს. სრულიად ახალი ინტერვიუ, სადაც ბევრ ამას ვსწავლობ. ადრე ამ საუბრებს კულისებში ვაწარმოებდი, მაგრამ მინდოდა გამომექვეყნებინა, რადგან ისინი ძალიან შემეცნებითია. ეს არის ყველაფერი, რაც თქვენთვის გქონდა. ჩემი სახელია სემი და შემდეგ ვიდეოში გნახავთ.